გამარჯობათ. Ბარო. დღეს ძალიან მალევე ეგრევე გადავალ თემაზე და გავაკეთებ deep dives მთლიანად ფანტასტიკური ოთხეულის კინოსი. ეს იქნება ფანტასტიკური ოთხეულის კინოს ღრმა განხილვა და ამ ვიდეოში იქნება სპოილერები. თუ თქვენ არ გინდათ რომ დასპოილერდეთ, წინა ვიდეო ნახეთ, რომელიც დავდე და მაგ ვიდეოდან გამომდინარე მაგ ვიდეოს ყურების შემდეგ უყურეთ კინოს და მაგ ვიდეოს კინოს ყურების შემდეგ უყურეთ ამ ვიდეოს და თქვენ გაიგებთ და დააფასებთ ფანტასტიკური ოთხეულის კინოს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ახლა გგონიათ რომ აფასებთ და ვიდრე ახლა ფიქრობთ, ან რა წარმოდგენას გაქვთ ამ კინოზე, ეს ჩემი ვიდეო დიდი ალბათობით შეგიცვლით ამ წარმოდგენას და შეიძლება უფრო მეტადაც დააფასოთ ეს კინო, ვიდრე თქვენ აქამდე აფასებთ. პირველი ნაწილი, რაზეც მინდა ვისაუბრო და სანამ ამ ნაწილზე ვისაუბრო, მინდა რომ გითხრათ, რომ გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო და კომენტაროთ და გამოიწეროთ არხი. პირველი ნაწილი რაზეც ვისაუბრო. ფანტასტიკური ოთხეულის წევრები და მათი გაგება და მათი სწორი ეკრანიზაცია. ეს ფილმი არის ის, რასაც მე არ მოველოდი არ მოველოდი ამ კინოსგან რა. ამ კინოში ზუსტად და სწორად აისახა ფანტასტიკური ოთხეულის წევრები. ზუსტად ერთი დღის წინ უყურე ხელახლა კინოს, კინოთეატრებში ვიყავი წასული ScreenX-ზე და საკმაოდ კარგი ექსპერიენსი იყო ScreenX-შიც, მაგრამ IMAX-ი ბევრად ჯობდა, ბევრად 1.5 თავით ჯობდა, მაგრამ მაინც კარგი ეკრანიზაცია იყო ScreenX-ზეც და ძალიან კარგად იყო აღწერილი ის ვიზუალური მხარე, რაც გადმოეცა IMAX-მა რა. მოკლედ, ფანტასტიკური ოთხეულის ეხლა რა ნაწილზეც ვისაუბრებ, ალბათ ბევრი არ აფასებს ამას რა. შეიძლება ბევრი აფასებს, შეიძლება და მე არ ვიცი უბრალოდ, მაგრამ მე ბევრისგან არ გამიგია ეგა. ჩემი პირადი მოსაზრებით, ამ კინომ ფანტასტიკური ოთხეული ისე გადმოსცა, როგორც უნდა გადმოიცათ კინოში რა. პირველი, ჯონის პერსონაჟი გადმოსცეს და ამაზე წინა ვიდეოშიც ვილაპარაკეთ. ჯონის პერსონაჟი ძალიან კარგად იყო გადმოცემული და მისი ძალები საკმაოდ კარგად იყო აღწერილი და მისი ძალების გამოყენებაც, მაგრამ მისი ჭკუა იყო ყველაზე კარგად ნაჩვენები რა. შენ კოსმოსში არავინ არ გაგიშვებს, თუ ხარ დებილი, პროსტო ლამაზი ტიპი და შეგიძლია რომ მაგრად იღადაო. ან ჭკუა გჭირდება ამ ყველაფრისთვის რა და კოსმოსში რო წახვიდე, ძალიან დიდი ის გჭირდება. ცოდნა, გამოცდილება და ვარჯიში რა ამისთვის. ამიტომ მე ეს ყველაფერი პირადად მომეწონა, როგორც გადმოსცეს ის, რომ რამდენიმე სიტყვიდან და ზუსტად ერთი წინადადებიდან მან მთლიანი 23 წერილი გაშიფრა და ისწავლა უცხოური ენა, რომელზეც Silver Surfer აპარაკობდა და ეს ენა განა დედამიწაზე არსებობდა კოსმოსში, რაღაცა ზუსტად ერთი წინადადება გაარკვია, რას ნიშნავდა და იმ ერთი წინადადებით მე რამდენი რამე ილაპარაკა და Silver Surfer-ს აზრი შეუცვალა. შემდგომ რიდის პერსონაჟი, როგორც არის ნაჩვენები ამ კინოში, ძალიან კარგადაა ნაჩვენები რა. აი, მე პირადად ესე ძალიან რიდ რიჩარდსი დიდი ხანი არ მომწონებია არც ერთ მედიაში, არც მულტფილმებში, არც კომიქსებში და არც სხვა რაიმე მედიაში. იმიტომ რომ ეს იყო ზუსტად ის რიდ რიჩარდსი, რომელსაც უყურებდი ბავშვობაში და არა, ეგ რეჟისორი არ იყო, უფრო უკეთესი იყო. თავის ოჯახზე ზრუნავდა, თავისი ჭკუა აჩვენა ძალიან კარგად და მისი საქციელები, ან ის რომ თავისი შვილი არ უნდოდა რომ ყოფილიყო მისნაირი და უნდოდა რომ ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო, ეგეც ძალიან მომეწონა. ის რომ არ უნდოდა რომ რაიმე დასკვნა გამოეტანა მანამ სანამ თვითონ არ დარწმუნდებოდა, ეგეც ძალიან მომეწონა. ის ფაქტი რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მაგრამ ხვდება რომ ცუდი ვარიანტი რა არის და კარგი ვარიანტი რა არის და რისი მორალურად გაკეთება შეიძლება და რისი მორალურად გაკეთება არ შეიძლება, ამ ყველაფერს რო არჩევს, ეგეც ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი იტერაციაში რიდ რიჩარდსი ცოტა არ იყოს და ეგოისტი ადამიანი ნაკლებად გამოყვანილი, რომელსაც ემოციები არ გააჩნია და მისი ინტელექტი მის ადამიანურობას კარგავს. მის ინტელექტი მას ადამიანურობას აგარგინებს რა. კიდე მე ის მომეწონა რომ ბენი არ იყო ძალიან დეპრესიული, როგორც უმეტესწილად კომიქსებში არის ხოლმე. ან წინა ფანტასტიკური ოთხეულის კინოში რო ვიაσα მისი ძმა ცემდა და okay, what the fuck. ან ის რომ სულ butt of the joke იყო უმეტესწილად ჯონის ხუმრობებში, ანუ უბრალოდ ჯონსა და ბენს შორის ურთიერთობა არ არის, რომ ჯონი ამცირებს ბენს, ან ბენი ამცირებს ჯონს, ან ჯონსა და ბენის შორის ურთიერთობა არის ის, რომ უნდა იყვნენ მეგობრები და ძმაკაცები და ერთ
ერთი ოჯახის წევრებივით უნდა იყვნენ რა. ამიტომ ეს ნაწილი ძალიან მომეწონა მე მასში. კიდე thing-ის ცოტა დამაკალდა ამ კინოში როგორც თქვი, მაგრამ რაღაცა გვერდზე side quest-ები ქონდა, რომელიც რავი, ცუდი არისო, მაგრამ მაინც უკეთესი შეიძლებოდა რომ უფრო მეტი რაიმე სცენა ქონოდა, მაგალითად გალაქტუსთან უფრო უკეთესი ბრძოლის სცენა ყოფილიყო. მე ისიც არის, მე ის ფაქტიც არ მომწონს დიდად, რომ პირველივე კინოს main villain-ი გალაქტუსი არის, რადგან შეიძლებოდა უფრო სხვა villain-ი დაიწყოთ, მაგალითად მოულმენით, რომელიც საკმაოდ ისეთი villain-ი არის, ცნობილი შედარებით მათი. გალაქტუსი უფრო კი არის ფანტასტიკური ოთხეულის villain-ი, მაგრამ უფრო ისეთი არა, მაღალი სკალის villain-ი არის, ვიდრე პირველი კინოს villain-ი. მოულმენის გამოჩენა ძალიან მომეწონა ამ კინოში. კი, და ძალიან კარგი როლიც ჰქონდა, რომ მოსახლეები შეიფარა და ზედა ნაწილის ადამიანებთან დაამყარა. ზავი, კიდე ისიც მომეწონა ფანტასტიკური ოთხეულში, რომ სუ სტორმს რეალურად ძალები კარგად გამოაყენებინეს და მისი ძალები აჩვენეს რამდენად ძლიერი არის და კიდე ისიც რომ სუ სტორმი როგორც დედა ეს კარგად აჩვენეს და როგორც ოჯახის დედობრივი წარმომადგენელი და დედობრივი ფიგურა ეგეც კარგად აჩვენეს რომ მათზე ზრუნავს და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მათთან ყველანაირად ცდილობს რომ ნეიტრალური დაიჭეროს ყველასთან რა შედარებით და ისიც ძალიან კარგად აჩვენეს რომ ჯონის რამდენად უყვარს თავისი ოჯახი, როდესაც სამჯერ არა, ორჯერ თავის გაწირვას სცადა და მესამეჯერ, რავი, წირავდა თავს და ლითერალი წირავდა თავს და Silver Surfer-მა გადაარჩინა და თვითონ გაყვა გალაქტუსს. კიდე ისიც ძალიან მომეწონა, რომ Silver Surfer-ის პერსონაჟი უფრო მეტი რაღაცა იყო ნაჩვენები და უფრო ადამიანური გახადეს და არ იყო პროსტო სტოიკ ადამიანი და მე Silver Surfer-ი ვარ, თქვენ უნდა მოკვდეთ, bro. ეგეთი რაღაცები დიდად არ იმას მშობ. ძალიან მომეწონა მისი ქალის სახელი დამოვიდა ის თამაშობს, მაგრამ ძალიან კარგად თამაშობდა და ძალიან მომეწონა. მე პირადად ვაფასებ ეგეთ კარგ პერფორმანსებს და კიდე იმასაც ვიტყვი, რომ გალაქტუსის აურაც ძალიან კარგად იგრძნობოდა მთლიანი კინოს განმავლობაში და უფრო უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ხვდები რატომაც არ გააკეთეს ესე და ხვდები რატომაც დაამარცხეს შედარებით მარტივად. იმიტომ რომ გალაქტუსი ახლა ძალიან ძლიერი villain-ი კი არის, მაგრამ მაინც ეგეთი დიდი ჭკუის პატრონსაც დებილი არ არის, ძალიან კარგად მიხვდა ჩანაფიქს და ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მაინც რაც სისტემები დაუშვა რა, იმიტომ რომ თავისი ეგოს გამო და იმის გამო რომ პროსტო underestimate არ დააფასა საკმაოდ. კიდე მომდენო პოინტი რომელსაც მინდა საუბარის არის ის რომ თუ რამდენად ძლიერი არის ოჯახის არსი და რამდენად ძლიერი არის ამის ბონდი ეს კავშირი ადამიანებს შორის ეგ გვანახა თვითონ ამ კინომ რა. მე შეიძლება თქვენ არ დაფიქრდით ამაზე, მაგრამ მე დავფიქრდი და დავაფასე რომ ესეთი რაღაცა გვაქვს ადამიანებს რა. როგორც სუპერმენის მთლიანი კინო იმედზე იყო, ეს კინო იყო ოჯახზე რა და მე პირადად ძალიან გამისწორდა რომ იმ პირველ ოჯახში რომელიც მარველმა შექმნა, ძალიან იმის კინოზე ძალიან კარგი ადაპტაცია გააკეთეს ოჯახზე და იმაზე თუ რამხელა ბედნიერება არის, როდესაც ახალი ცოცხალი შემოდის ოჯახში და რამხელა ბედნიერება არის ის რომ ოჯახის წევრები ყავს რომლებიც ერთმანეთს ყველაფრის ფასად დაიცავენ რა. და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო ამ კინოში აღწერილი და კიდე ისიც რომ თუ რამხელა კავშირია ადამიანებს შორის. მე პირადად ეს კინო ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ 10-დან 10 კინო არის, ან რაიმე გასაოცარია. ჩვეულებრივი საშუალო დონეზე მაღალი კინო არის, საშუალო დონის კინოზე მაღალი დონის კინო არის, მაგრამ ესევ ისიც არის. ჩემი საყვარელი პერსონაჟი რომ ძალიან კარგად გააკეთეს, მაგის გამო უფრო მეტ ქულასაც ვაძლევ რა შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ჯონი სტორმი იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი მთლიანად იმაში მარվել სამყაროში და დღემდე არის და ჯოზეფ კვინის ჯონი სტორმს რო უყურებ, რომ გული მithება რა, რომ ესე კარგად მოიხსნენ მას. იმიტომ რომ ცოტა წინა კინოში ცოტა დივილი ჯონი სტორმი იყო და კომიქსებშიც ეს ბოლო პერიოდია ძალიან ესხოლი არის ჯონი. მისი და სპაიდერმენის ურთიერთობა იმედია ძალიან კარგად იქნება აღწერილი მომდევნო კინოში და დუმსდეიში, ისიც მომეწონა რომ დუმსდეი, რადგან ჩვენ ვიცოდით რომ თანდერბოლტებში, რომელიც დასასრულსაც end credit სცენასაც დავასპოილერებ თუ გინდათ, თუ არიცით ერთი 10 წამი გადავხვით. მოკლედ თანდერბოლტების ბოლოს სცენაში რომელიც რჩება იმით რომ კოსმოსიდან ვარდება
კოსმოსიდან ვარდება რა, კოსმოსიდან ეშვება ფანტასტიკური 4-ეულის ხომალდი. გვეგონა ძალიან ბევრს რომ წააგებდნენ ამ ბრძოლას გალაქტუსთან, მაგრამ ეგრე არ მოხდა. კაი. ეხლა ცოტა პლოტზე შევიღოთ რა, დასაწყისში ზუსტად და ცოტა foreshadowing-ი არის ეხლა ზუსტად იმ ყველაფრის რაც Thunderbolt-ში იყო. მოკლედ Thunderbolt-ში ხო გვაჩვენეს ხომალდი. და ამ კინოში Reed Richards-მა თქვა, რომ ბავშვებს უხსნიდა, რომ პარალელური სამყაროები არსებობს რა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაკავშირდა ერთმანეთთან და ესე იგი Reed Richards-მა შექმნა პარალელურ სამყაროებს შორის მოძრავი მექანიზმი და გადადის ერთ სამყაროდან მეორე სამყაროში რა და ჩემი აზრით აქედან გამომდინარე გაიჩიტებიან ჩვენს 616 სამყაროში, რომელიც არის Marvel-ის თავი სამყარო. კიდე ცოტა პლოტი რო გავაგზავნოთ ახლა მე ის მომენტი მომეწონა, როდესაც Reed ცდილობდა, რომ ბავშვზე გაეგო ქონდა თუ არა კოსმიური ენერგია თავისი მექანიზმით, იმიტომ რომ ხვდებოდით, რომ არ უნდოდა, რომ თავის შვილიც ისეთი ყოფილიყო, როგორც თვითონ არის. კიდე პლოტის გაგრძელებაში ის მომენტიც ძალიან მომეწონა, რომ ჯონის პროსტო ქალების მიმართ სიყვარული, პროსტო ქალების მიმართ სიყვარული არ დატოვეს. ესე იგი, მისი გონება, ჭკუა და შესაძლებლობები უკეთესად გამოაჩინეს ამ straight-ით რა. რომ კი მოწონს ქალები და ყველაფერი, მაგრამ საქმეს რო საჭირდება, საქმეს გააკეთებს რა და თან ისიც არის, რომ ისწავლა ის უცხო ენა, რაღაცა დაელაპარაკა და გადმოიბირა მოწინააღმდეგე თავის მხარეს. ეგ ყველაფერი ძალიან მომეწონა. კიდე ის მომეწონა, რომ გალაქტუსი ახსნეს რაღაც დონეზე, მაგრამ ის არ მომეწონა, რომ ბოლომდე არ ახსნეს, როგორ მიიღო ეს ძალები და ეგეთი რაღაცები რა. ცოტა Lord Dropi მინდოდა გალაქტუსზე მეტი. გალაქტუსი რეალურად ჩვენ როგორც ვიცით და ჩემამდე როგორი ინფორმაციაც არის გალაქტუსი იყო ადამიანი არა რაღაც არასის წარმოადგენელი, რომელიც იყო დედამიწის შექმნამდე და მას ჰქონდა კოსმიური შიმშილი, როგორც Franklin Richards აქვს რა და კოსმიური შიმშილის გამო რაც უფრო მეტად და მეტ ენერგიას იღებდა და მეტად და მეტ პლანეტას იღებდა, უფრო და უფრო იზრდებოდა ზომაში და ზომის შეცვლა და გაზრდა შეუძლია რა. კიდე ძალიან დიდი კოსმიური ძალები აქვს, ძალიან ძლიერი არსება არის, მაგრამ და თან უკვდავია რაღაც დონეზე. თუ ენერგიას მიიღებს არ კვდება რა. Silver Surfer-ი არის ჰერალდი, ანუ მისი ძალების მიიღება შეუძლია. თლად ბოლომდე მის ძალებსაც ვერ იღებს, მაგრამ გალაქტუსი აძლევს ძალებს რა. შეიძლება ვწდებოდი, ამიტომ თუ რაიმე შემეშალა, გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ, მე მივიღებ შენიშვნას და მადლიერიც ვიქნები. მაგრამ Silver Surfer-ს მისცა გალაქტუსმა ძალები. ჯონის პერსონაჟს უბრუნდები რატომ მოცული, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ამ კინოში ჯონი. მაგრამ ამ კინოში ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჯონის რა. მისი ხუმრობი ძალიან მომეწონა ამ კინოში, რავი, ძალიან მაგარი ხუმრობები ჰქონდა. კიდე საბოლოოდ უკვე განხილვის ბოლოს გავაკეთებ რენკინგებს რა, ანუ 10-დან 10, 5-დან 10 და ეგეთ რაც შეფასებებს დაუწერ თითო გრაფას რა. ეხლა მესამე გრაფაზე გადავდივართ. ეს არის Silver Surfer-ი და გალაქტუსზე ვილაპარაკეთ. მულტისამყაროებზეც ვილაპარაკე რაღაც დონეზე. შემდეგი გრაფა მინდა იყოს კინემატოგრაფია რა. კინემატოგრაფიის ნაწილში ძალიან ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ ძალიან კარგი კინემატოგრაფია აქვს ამ კინოს და საკმაოდ ლამაზად არის შესრულებული. ანუ კინემატოგრაფიაში მარტო CGI-ის ხარისხი არ იგულისხმება რა. თვითონ გადაღების რაკურსები იგულისხმება. ისიც რომ თუ აი რაღაცა კადრი საჭირო არის რომ იყოს გადაღებული wide lens-ით და არ არის wide lens გადაღებული, კინემატოგრაფიის მინუსი არის და გადაღების მინუსი არის. მაგრამ მე ის მომეწონა რომ ყველა რაღაცა shots, ანუ ყველა რაღაც visuals და ნაჩვენებ კადრს ქონდა სპეციალური მიზეზი, რატომაც გვაჩნეს მაგ კადრით რა. და ეგ ძალიან მომეწონა. ყველაზე ლამაზი სცენა ალბათ 2025 წლის, რაც ვნახე, იყო ამ კინოში და იყო როდესაც ჯონი და Silver Surfer-ი ერთმანეთს უყურებდნენ და ჯონი ჩააგდო Silver Surfer-მა. ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სცენა, რაც კი ვნახე წელს. შეიძლება ბოლო 5 წელშიც. იმიტომ რომ კოსმოსი იმდენად ლამაზად არის ამ კინოში ნაჩვენები, რომ ჩემი აზრით ეხლა ძალიან ბევრი ალბათ დამცინებს, ან ძალიან ბევრი იმას იზევს გამებრაზდება კომენტარებში, მაგრამ კოსმოსი ამ კინოში იმდენად ლამაზად არის ნაჩვენები, როგორც შეიძლება ითქვას Interstellar-ში. მაგრამ ეს ყველაფერი ხვდები, რომ მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არის და ამას ფაქტად არ ვამბობ რა. Interstellar-ი ვიცი რომ ტოპ კინო არის, უბრალოდ მე პირადად ამ კინოს კოსმოსი და რაღაცებიც ძალიან მომეწონა. და ერთადერთი შესადარი, რაც შემიძლია მოვიყვანო მაგალითად არის Interstellar-ი.
თვითონ შავი ხვრელის ფიზიკებზე და რაღაცებზე არ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ შეიძლება ხვდებოდეთ რატომაც არ ვლაპარაკო მაგაზე რა, ეხლა მაგდენად ობიექტური კი არა, მაგდენად გახედულიც არ ვარ მაგ თემაში, რომ და თუ გათვიცნობიერებული რომ შავ ხვრელებზე და ეგეთ რაღაცებზე და ფიზიკაზე ვილაპარაკო. კიდე ფანტასტიკური 4-ზე რო გავაგზავნოთ საუბარი, ფანტასტიკური 4-ის ეს ნაწილი, რაც პირველი დასაწყისი არ არის რა, უკვე გათვიცნობ 5 წელია თუ 4 წელია არიან სუპერგმირები და უკვე ის აქვთ საკმაოდ დიდი სტაჟი აქვთ და ემჩნეოთ რა ეს ყველაფერი, როგორც იქცევიან, რამხელა ფეიმიც აქვთ. ეს ყველაფერი კარგად არის ნაჩვენები რა. First Steps კი ქვია კინოს, მაგრამ ალბათ First Steps-ი არის იმაში კოსმოსურ ბრძოლებში და ეგეთ რაღაცებში, მულტისამყარულ ბრძოლებში. კიდე ჩემთვის ალბათ რაც საინტერესო იყო და თქვენთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს ამ კინოში არის ფილმის დასაწყისი რა, ყველაზე მეტად. შუა ნაწილს ძალიან მომეწონა ის ნაწილები, რომ რიდ რიჩარდსმა ყველაფერი გაათიშინა ასე ერთი თვით თუ რაღაც ეგეთი დროით, რომ საკმარისი ძალა ქონოდათ ტელეპორტაციისთვის და ეგეთი რაღაცებისთვის. მაგრამ მაინც ის ნაწილიც ძალიან მომეწონა, რომ როგორ მივიდნენ ამ ყველაფრამდე რა, რომ ჩამოვიდა Silver Surfer-ი და რომ აჩვენა, რომ უთხრა, რომ თქვენ პლანეტას დედა ეტირაო, ესენი ადგნენ და წავიდნენ კოსმოსში, ნახეს გალაქტუსი, ეცადნენ მოლაპარაკებას. შემდგომ თავისი შვილი მოთხოვა გალაქტუსმა და ამათაც უთხრა, შენ ბიჭო ხوار ჩამოყარიო და წამოვიდნენ უკან. ეცადნენ, რომ ყველანაირად რაღაცა ძალა მოეძებნათ, რომ ეს ბრძოლა შემოებრუნებინათ რა, რადგან დაინახეს, რომ გალაქტუსი ძალიან დიდი არის და ძალიან საშიშია. Silver Surfer-ის ძალები ძალიან მაგრად იყო ნაჩვენები ამ კინოში, რა ტიპმა უბრალოდ სინათლის, ანუ wormhole-ში შევიდა რა და wormhole-დან და შავი ხვრელიდან გამოაღწია და პლანეტა შეეძლო, რომ ცალი ხელით აეფეთქებინა, მაგრამ პროსტო იმიტომ რა აფეთქა, რომ კაი ტიპი არის და ჯონი მუთხრა, რომ არაო რა, ადამიანობა გამოიჩინეო და გამოიჩინა მანაც ადამიანობა. Silver Surfer-ის ის მომეწონა, რომ თავიდან უნდა რომ ყველაფერი თავისი პლანეტის დასაცავად, ანუ ყველაფერს აქ რაღაცა მიზეზი რა, რატომაც ხდება ამ კინოში და არ არის ეს ყურიდან მოთრეული პლოტი რა. გალაქტუსი არის ვილენი, იმიტომ რომ შია, ანუ მოთხოვნილება აქ ამ ჩოულებრივი ფიზიკური რომ წამოს პლანეტები. Silver Surfer-ი იმიტომ არის ვილენი, რომ და დასაწყისში იყო ვილენი, რომ უნდა და ეს რომ თავისი პლანეტა გადაერჩინა და ესენი გმირები იმიტომ არიან, რომ არ უნდათ რომ დაიბრიდნონ და უნდათ რომ თავიანთი სამყარო გადაარჩინონ, რადგან პასუხისმგებლობას გრძნობენ რა. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის აღწერილი. კიდე ჯონის პერსონაჟს რომ მიუბრუნდეთ და რიდ რიჩარდსის პერსონაჟს, ხედავთ ორ გზას, როგორ შეიძლება პრობლემა მოაგვარო რა. ანუ რიდ რიჩარდსი ყველანაირად მათემატიკურად და კალკულაციებით შვება ამ ყველაფერს და ჯონი ემოციური ინტელექტით და ემოციურობის გამოყენებით შვება რა. ანუ ორ სხვადასხვანაირ ფიქრს გვაჩვენებენ რა და ორ სხვადასხვანაირ პრობლემის მოგვარების გზას. ჩემ აზრით ეს ყველაფერი ბევრმა შეიძლება ვერ შემჩნია, მაგრამ მე შევამჩნიე. კიდე მე ახლა კიდე ერთ საინტერესო ნაწილს ვიტყვი. ფრენკლინ რიჩარდსის ძალები ესეთ პატარა ასაკში რომ უკვე ამდენად ძლიერია, ჩემი აზრით იმას მეტყველებს, რომ ბრაითერებმა იციან რასაც შვებიან რა. შეიძლება ფრენკლინ რიჩარდსის პერსონაჟი ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ კომიქსებში არის მარტო ნაჩვენები და სხვა არც ერთ მედიაში არ არის ნაჩვენები, რაც მე ვიცი. იმიტომ რომ ძალიან მაგარი პერსონაჟი არის. და რაღაცა თეორიაც არის მაგაზე, რომ მარველის სამყარო ლუპში იყოს გაყინული და თუ გინდათ მაგაზე რომ ჩავწერო ვიდეო, დამჯერად კომენტარებში. ანუ ჩემი აზრით ეს კინო იყო კომიქსების მოყვარულებისთვის ზეიმი და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფანტასტიკური 4 გიყვართ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ და თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ და არ გაქვთ ნახე ფანტასტიკური 4-ის კინო და გიყვართ ფანტასტიკური 4, გირჩევთ, რომ კინოში წახვიდეთ, 3D-შიც ყურება ღირს და Screen-X-იც ყურება ღირს, მაგრამ IMAX-ის სეანსები თუ არის, წადით IMAX-ის სეანსებზე. მაგრამ მგონი აღარ არის, რადგან ბეტმენის ბნელი რაინდის სეანსები არის და თუ გინდათ ბეტმენის ბნელი რაინდის ტრილოგიაზე ჩავწერო ვიდეო, მითხარით. კაი, ახლა საბოლოო რენკინგებს რა, 3 კრიტერიუმს ვიტყვი. პირველი, პერსონაჟების მიმართ რამდენად კარგი არის და პერსონაჟები რამდენად სწორადაა გადმოცემული. მეორე კრიტერიუმი იქნება writing-ი და პლოტი რამდენად კარგადაა დაწერილი და მესამე კრიტერიუმი იქნება რამდენად კარგად არის, რამდენად კარგი სინემატოგრაფია. ეს სამი იქნება ჩემი
მუდმივი საზომი რა დაიმეხსოვრეთ. შეიძლება ახალი საზომი შემოვიტანო, შეიძლება ახალი რაღაცა მოვაკლო და ჩავანაცვლო, მაგრამ ეს სამი იქნება უმეტესწილად. მეოთხე საზომს სპეციალურად ამ კინოსთვის ავიღებ. ეს არის რამდენად კარგი ბოროტმოქმედი იყო და რამდენად კარგი იყო მთავარი პერსონაჟები. კომიქსების კინოებზე უმეტესწილად ეს საზომი პირველი საზომი არის პერსონაჟების მიმართ რამდენად სწორი იყო და პერსონაჟები რამდენად კარგად გააკეთეს. ამ ნაწილში ალბათ მივცემდი 10-დან 9 ქულას, რადგან ცოტა დამაკლდა გალაქტუსზე და ცოტა მეტად შეიძლებოდა გალაქტუსის გახსნა. მეორე საზომი არის პლოტი და პლოტზე მივცემდი 8 ქულას. შეიძლება 7.5-დან 8-მდე ითამაშოს, მაგრამ რადგან ხელახლა უყურე და პლოტზე უფრო მეტი შთაბეჭდილება შემქნა, ამიტომ 8 ქულას მივცემდი. მესამე არის კინემატოგრაფია, რომელშიც 10-დან 11 ქულას მივცემდი. Screen X-ის სეანსზეც ძალიან კარგად იყო კინემატოგრაფია ნანახი და ნაჩვენები და CGI-ს გამოყენება, ვიზუალური ეფექტების გამოყენება, თვითონ კოსმოსი რამდენად კარგად იყო ნაჩვენები, პერსონაჟების ძალები რამდენად კარგად იყო ნაჩვენები და რამდენად კარგად იყო Silver Surfer-ი ნაჩვენები. ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ და კარგად იყო ნაჩვენები, ამიტომ მივცემდი 10-დან 11 ქულას. ესეთი კარგი კინემატოგრაფია დიდი ხანია არ ყოფილა. და მეოთხე საზომი რამდენად კარგი მთავარი პერსონაჟები და ვილენები ყავდა. მთავარი პერსონაჟებიდან Thing-ი იყო ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ცოტა დამაკლდა და ნაკლები როლი ჰქონდა და დანარჩენი სამმა გადაფარა, მაგრამ ამ მთავარი პერსონაჟების ნაწილში ალბათ ძლიერი ცხრიანი და ბოროტმოქმედების ნაწილში Silver Surfer-ს უფრო მეტი როლი ჰქონდა ვიდრე გალაქტუსს და გალაქტუსი ცოტა დამაკლდა, ამიტომ მანდეთ 8-იანი. 8.5-ზე დაჯერდა საბოლოოდ. ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ვიდეოს უყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ Deep Dive-ს ჩემთან ერთად იყავით. შემდგომ ვიდეოს დაელოდეთ, გთხოვთ, რომელიც საკმაოდ მალე იქნება. მადლობა, ნახვამდის და გთხოვთ არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და დაწერთ კომენტარები. კომენტარებში დამიწერეთ ახალი საჯეშენები, რა ვიდეო გავაკეთო, ან რაზე ვისაუბრო, ან თუ სტრიმებიც მოგეწონებათ ხოლმე რაღაცა თემებზე და თამაშებზე. მადლობა.